მოგესალმებით მეგობრებო, დაგეკარგეთ სულ. მოვედით თუ არა ეგრე კრავილი დაიწყეს. და რაღაცით მაინც გავაჩუმო. სად არის თქვენი ისა? მაცალეთ, ხო ეხლავე. ხაჩემო. ეს შენ. ვაი. მოკლედ ყველას დიდი მადლობა, ვინც კომენტარები დამიწერეთ, გულები და მთელი ამბები. ყველას ვისაც გიცნობთ, მინდა პირადად თუ ისე, ურთიერთობაში დამდეგა ხელწელს გილოცავთ, ყველას გეხუტებით, გეფერებით. ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით. ფიზიკურად მართლა ისეთი რიტმი მაქვს ცხოვრების, რომ მართლა ვერ ვიცლი, ვერც სოციალური ქსელებისთვის ერთადერთი ჩატია ჩვენი სამსახურის და იმაზეც ვსაყვედურობენ, როცა რაღაცას არ ვნახულობ, იმიტომ რომ გადავეჩვე რაღაცნაირად რო იტყვიან ლაივში ვცხოვრობ რა, ცოცხალი ცხოვრებით ვცხოვრობ, ვირტუალური და ცოტა ისევ არა. ხო, ვიდეოების გადაღება მინდა ხოლმე მეგობრებო, როგორც პატარ-პატარა ჩანართებს რო ვაკეთებ ხოლმე ვიდეოებში, რომ მივდივარ სამსახურში რაღაც არის ხოლმე რაღაც ესეთი მომენტები, ისეთი თქვათ ლამაზი, მაგალითად დილას რო თოვდა, რაღაცები, მაგრამ ხანდახან არის რომ მობილური მაქვს დამჯდარი, მოკლედ არის მიზეზები, უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. ან განწყობა არა მაქვს და განწყობა არის მთავარი. თუ განწყობა არა მაქვს, მე მართლა არ შემიძლია ხოლმე ესეთი ხასიათი მაქვს რა. ყოფილა ისეთი ვიდეოებიც ჩემებს გემახსოვრებათ, როცა განწყობაც არ მქონია, მაგრამ მაინც მოსულარ. მაგრამ აღარ მინდა. მოკლედ ახლა ყავა მინდა გავიკეთო. დავიღალე ეს დღეები, სულ ზარმაც ყავას ვიკეთებ, ზარმაც ახლა გავიმეორებ. ეს ის არაა, დუღარე წყალს ვასხავ ნალექიან. მე შაქარი დამამწვე ახლა გამახსენდა რომ უნდა მეყიდა. არა უშავს. ცოტა ხო არის, მგონი არის ცოტა. ხო და ახლა მოვადუღებ ჩვეულებს და მინდა რომ გაზი დავხარჯო. რომ უდრო-დროს არ დამეხარჯოს. არ ვიცი ახლა როგორ იქნება 30-ში, 31-ში გაზი თვითონ როგორი მუშაობს. თვითონ და როგორი მუშაობენ. წესით უნდა მუშაობდნენ, არ ვიცი, მაგრამ რაც არ ვიცი და ამიტომ ჯობია დავიწყე თავი და წინასწარ დავტენო. ხო და ესე. როგორც ყველა ცოტა ვემზადები, ბევრი არაფრით მეგობრებო, ის კი არა ამ თვეში რომ რაღაცას ველოდებოდი მეთქი საახალწლოდ რაღაცა პატარა წახალისება გვექნება თქო ხელფასზე რაღაცა ისა არაფერი აბსოლუტურად ის კი არა ამისა დამატება დამჭირდა ფალების გასტუმრებაზე ხო და ვანდა დამრჩა განაწყენებული იმიტომ რომ უკვე მეორე თვეა ვერ ვაცლებ ვალს მეტი წერს მეორე თვე მაგრამ ხო იცით ეს ხო მაგრამ კი არა ხო იცით გამონათქვამილოა შინაუგდელს შენდება არა ხო ეხლა ზოგი ალბათ იტყვის რომ ეხლა შინაურია უნდა აქეთ კი რომ კონდეს იმდენი მაჩუქებს არის ეგეთი ადამიანია დიდი სიხარულითაც მაჩუქებს მაგრამ როცა თვითონაც ჭირდება ცოტა ისე არა იქნება რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ
ყველას, ანუ ჩემს ირგვლივ ახლა ამ ეტაპზე ვინც ტრიალებს, ყველას რაღაც ჩავარდნები აქვს და რაღაცნაირად ვერანაირად. ხო გეუბნებით, წარმოიდგინეთ, ალბათ რო ვიყავი 39 სიცხე მქონდა, მკვდებოდი, ისე ცუდად ვიყავი და ნუ ცუდად ვიყავი, ციტაგებ სიცხეს, ფეხები გიკანკალებს, სამსახურში ვერ მიდიხარ და პატრონი რო არ ყავს, ეხლა წარმოიდგინეთ, ვიღაცა ოჯახში მაინც რო ყავს ზრდასრული და მოგაქცევთ ყურადღებას და გეტყვის მაინც, გიკარნახებს, რომ აი ეს გააკეთე, ის გააკეთე, ხო? აი მაგის ტვინიც რო არა გაქვს, რომ ვერ აზროვნებ, რომ სიცხის დროს ახლა როგორი აზროვნებ. ხო და ვერ ფიქრობ, რომ აი რა გააკეთო, ახლა როცა სხვა სჭირდება, სხვას გულისხმობ, ანუ იგივე ჩემ შვილებს, ან დედას, ან ჩემთან სხვა, რჩევები და ისა იხარე და იბედნიერე იმდენი მაქვს, მაგრამ საკუთარ თავზე ძალიან მაშვები ხოლმე და მოკლედ ესე გამოვიდა. ხო და ამიტომ ჩვენ მარკეტში, ანუ გამყიდველს ვესესხებული. ხო წარმოგიდგენიათ გამყიდველს ვესესხებული, რომელთანაც აქეთ ვალი მქონდა კიდე, ანუ დავაგროვე. თან კარგად დამიგროვდა, მეგობრებო, აი დაიჯერებთ თან ხა მთლადესიც არ არის, ხა თანხა რომ მქონდეს და მე ეს ეტაპობრივად ხარჯო, შეიძლება უფრო იაფათაც გამოვიდე, მაგრამ მაღაზიასაც გააჩნია ეს ხა ცოტა ძვირიანი მარკეტია, კერძო მარკეტია და ამიტომ ნუ სხვა გზა რო არა გაქვს, ვიღებ, ხო? ვიღებ და მე უნდა გაისტუმრო. 500 ლარზე ავიდა მეგობრებო, მეტი დაჟები მგონი. ხო და ცოტა პატარა ნაშთი დავტოვე, ანუ გადასახდელი კიდე შემდეგ თვისთვის. ხო. არ მინდოდა, არ მიყვარს საერთოდ ვალებით შეხვედრა ახალი წლის, მაგრამ როგორც არის, ესე არის. ხო. ანალოგიურად დენი გადავიხადე. ეხლა ახლოვდება ინტერნეტი, გადადებული მაქვს ინტერნეტისთვის, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ახლა მნიშვნელოვანი რაც არის, ახლა მე ფაქტიურად გარეთ ვარ, ანუ სამსახურში ვარ, ხო? და ბავშვი სახლში როა ხოლმე, ახლა შუქი უნდა კონდეს, ანუ სითბო უნდა კონდეს, ზამთარია ბოლო-ბოლო. რაღაცა ხო უნდა აკეთოს. ისე კარგი იქნებოდა წიგნები ეკითხა, მაგრამ მოკლედ. რასოსო? კარგი იქნებოდა წიგნები გეკითხა თქო. ეს სამსახურიდან წამოვიღე. რა ვიცი, სულ ჭირს ხოლმე ეს ისა საჩუქრების ისა და თუ რავი მოვახერხე რაღაცა. ნახოთ. სასუსტის მინდოდა იმისი რა ქვია, მაუსის. ყიდვა. კომპიუტერის მაუსის და პატარა ხუთი. ეს საჩუქრისთვის რა შეიძლება. ყოსავ დავდებ. ასე იყოს. ხო და ესე ახლა გამახსენდა მე ჩემ ბავშვობის ამბები. ყოველ ახალ წელზე მახსენდება ესეთი რაღაცეები. სანტა კლაუსი, ყოვლის ბაბუა, მოკლედ საჩუქრები და მე და ვანდას არასოდეს თოვლის ბაბუა საჩუქრს არ ჩუქნიდა. დაჟილი ბავშვები ვიყავით. ხო და მოკლედ, ნუ არ ჩუქნიდა რა ახლა. სულ თან იმ დღეს რო უნებოდი ვანდას მეთქი. ნუ თუ მეთქი, ჩვენ მშობლებს არ ქონდათ იმისის, რომ აი გავეხარებინეთ რაღაცა თან არ იყო ისეთი დრო მაშინ, რომ რაღაცა ვთქვათ ვერ მოეხერხებინათ, რაღაცა პაწეწუნა, რაღაცა უნიშნულო
შეეფუთათ და დაედოთ, ხო, თქვათ ახალი წლის დილას. სულ ვეძებდით, მეც და ვანდაც ვეძებდით. ხან საწოლის ქვეშ, ხან ბალიშის ქვეშ. იმიტომ რომ მეზობლები მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ თქვენ ნახეთ საჩუქრები იპოვეთ, ჩვენ ვიპოვეთ და რაღაც ახლა ბავშვები ვიცი. მათი მშობლები ახლა ზრუნავდნენ ამ ყველაფერზე, უზრუნველყოფილი იყო ის, რომ დილას რომ გათენდებოდა ახალი წლის დილას, ან საწოლის ქვეშ, ან ბალიშის ქვეშ, ნუ პატარა საჩუქრა იყო, დახვდებოდათ და ჩვენ ვეძებდით, გადავატრიალებდით, ეს ვერაფერს ვერ პოულობდით ხოლმე. მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თურმე საერთოდ აი ანუ თავდაჯერებულობას გნატებს ეთყობა. ამიტომ წვალობდი, ამიტომ გამოვდიოდი, ძრებოდი ტყავიდან რომ ჩემი შვილები გამეხარებინა, რაღაცები მეკეთებინა. სანტა კლაუსიც ვიყავი, ელფიც ვიყავი, მეც და ვანდაც. მოკლედ ესეთი ნიმეცკი შოც რო ეძახიან რა ესე უფრო არა, ერთ პერიოდი ვანდა იყო სპონსორი. იმიტომ რომ ერთ პერიოდი რაღაცა არ მუშაობდი. ხო და პატარა რო იყო მერე სოსო, ნუ მოკლედ. ხო და ძირითადად ვანდა მიწევდა ხოლმე სპონსორობას და დანარჩენი უკვე ეს წასვლა, ორგანიზება, ყველაფერს გაკეთება ჩემზე იყო ხოლმე. თან სახალხო სუფრის, ანუ ყველაფერი მე მომხონდა ხოლმე ბაზრიდან, აბსოლუტურად ყველაფერი. ერთადერთი მამა ჩემი ლიმონათები, სასმელი, თუ გოჭის შეწვა იყო ვთქვათ, ან რაღაცა ფურები იყო მოსატანი, აი ამას ნაშვებოდა და დანარჩენი ორ რეისს ვაკეთებდი ხოლმე, რეისის ქართულად არის მოკლედ, მიხდით ხო, ანუ ორჯერ მოვდიოდი, აქეთ ხარეს რა. ახლა აქეთ მიწევს ცხოვრება. აქვე ვარ, ახლოს. სხვათა შორის ძალიან იოლად გამოვწვერი, თუმცა ეს რა ქვია იმას გაციების მერე ყველა ხო რჩება ერთი თითქმის თუ მეტი არა და რამ მიშველა, მინდა გაგიზიაროთ ახლა. სულ მეუბნებოდნენ მუკალტინი დალია, ნუ ახლა სხვა ფორმები არსებობს მუკალტინის დალევის, ან უნდა დაწუხო, ან უნდა წყალში გახსნა, ან ისე გადაყლაპო, მოკლედ ფიქრობდი რა გავაკეთო და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ აი გავხსენი მუკალტინი და ვაპირებდი წყალში ჩაგდებას. ბორჯომი მქონდა მომენტში გვერდზე და მეთქი მოდი აბა ბორჯომში გავხსნით. ბორჯომი ჩავასხი, ჩავაგდე ეს მუკალტინის ტაბლეტი და დაველოდე რა ცოტა ხანი ური ამ ტაბლეტს რაღაც ზოგი მუკალტინი კარგად იხსნება, აი შუშხუნებს რაღაცნაირად უფსარნუფსაოდ რაღაცა რო იყო ხოლმე ტაბლეტები და ეს რაღაცა ცოტა ძნელად გაიხსნა, ნუ მოკლედ გაიხსნა და დავლია. მაგის მერე, ნუ მოკლედ ახლა ხმაზე კიდე მეტყობა, რაცა ისეთი ხმა მაქვს, მაგრამ ხველებით არ შეუწუხები ორ სამსახურში ისეთ დისკომფორტს მიქნიდა. მე თვითონ ამ სიამოვნებდა, რომ აი უხერხულად ვგრძნობდი რა მოხარებლებთან თავს, რომ ახლა როგორია სალაროზე მგება და ახველებ. არ არის ლამაზი. მოკლედ დამიარა 1000-ში ერთხელ თუ აი ესე ჩამახველებს ხოლმე თან თუ ბევრს ვლაპარაკობ მაშინ. სხვათა შორის ნალექიანი ყავა რძესთან ერთად ძალიან გემრიელია. და რაც უფრო ნაკლები შაქარი იქნება, მთლად უფრო გემრიელი თვითონ ყავის გემოსვით. იმ დღეს ვიყიდე ისა, რა ქვია, ჩვენთან ეს ორი ყავა ერთად როა შეკრული. ის არ შემინახია, რა ქვია, იმას შეფუთვა. ესენი მაქვს ახლა გასაკეთებელი აქ ეს წვიმები, რაღაცები და თან ვფიქრობ ეს სარეცხის იმათ ხმარობ ხოლმე აქ. ისეც ვკიდებ ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, მოკლედ გავაკეთებ. იმიტომ რომ აქ სათამაშოებს ვკიდებ ხოლმე, ვისაც გახსოვთ ჩემი სახალხო გაფორმება. ეს სად მქონდა, ეს არ მახსოვს. ესე გირჩებია აქეთ იქით. მე მგონი აქ მქონდა. ალბათ აქ. კი, მქონდა. ესეც ასე. ნუ შენიერ დავაკეთე. მერე გაჩვენებთ. ხო და ესე
მოკლედ ესეთი ამბებია. დღეს ფასაკლებაში იყო ჩვენთან პრეზიდენტი 7 ვარად იყო მგონი ხო ამოვიტანე და ეხლა მაქვს საფიქრალი გაჩენილი ელექტროს საკეფი მანქანა კაი რამეა, მაგრამ ეხლა მეც ყოველდღე არ ვატარებ რაღაცებს, მაგრამ კარგი იქნებოდა ეხლა იქნებ მეზობელს ვინმეს კონდეს, მაგრამ ვინ გათხოვებს ეხლა ესეთ რაღაცას. მოკლედ იმაში ჩვენ მარკეტში წინათვეს ამოვიტანე, წინათვეს ხო რა, წინათვეს არა. ნუ ეხლა ხანს რა ამოვიტანე ისა. ღორის სტეიკი და ძროხის სტეიკი თუ ხორცი რა მოკლედ გაყინული. ხო და მინდა მაგითი გავაკეთო, შენახული მაქვს რა საყინულეში. საახალწლოდ ტოლმა. ხორცი არის ბრწყინვალე, თვითონ ის ძროხის ხორცი არის არაჩვეულებრივი. ღორის ხორცი ამ ბოლო ხანშია ცოტა იყოს მეზიწყება რაღაცნაირად, გული არ მიმიდის, მაგრამ ის შერეული ხორცი ის უნდა რა ტოლმას რომ ძალიან ის ცხიმიანი კეთდება. ხო და გავაკეთებ ტოლმას კომბოსტება ახლა საფიდელი. ხო, ვანდამ რაღაცა გამოიწერა იმაზე თემზე და მაჩუკა. და სასაცილო რაღაცებია. ბოდიში ცოტა დაისვრა თუ გაცდა ვერ გავიგე სასაცილო ფორმაა, აი ესეთი ჩუსტებია, შინდა თბილია. ხო და რა ვიცი, სახში კარგად ხმარობ. კროქსები არის, ხო, თბილისში. გამეთიშა მიკროფონი, მეორე მიკროფონი ვიღაი, რატოა კაი ორი მიკროფონი. იმედია ესეც არ გაითიშება მალე, ამიტომ ჯობია მალე ესე რომ ვიზახი ხომ მე დავან და დაუნურგვალდე, ანუ საკრუგლია იმის. როსულად რა. ხო, მოკლედ მოგიყევით რაღაცეები, რა ხდება, როგორ ხდება ჩვენ და რა ამბებია. ესე იგი, ხვალ არის კვირა, დილის ცვლა ვარ და მგონიო შაბათს დავიშვენებ, არ ვიცი ჯერ წინასწარ, მაგრამ ხო და თავდაყირამადებს სახლი დასალაგებელია. აი, არ ვიცი რა, მოკლედ კარგად მინდა დავალაგო, მოვალაგო ყველაფერი და დალაგებულად შევხვდეთ ახალ წელს. ხო, მოკლედ არ ვიცი რა, ყველაფერზე მეფიქრება, სასახლში ვარ ხოლმე და ნუ ახლა სამსახურში ვარ, სამსახურზე ვფიქრობ დავისდავად და საქმეებზე იქ სხვა რაღაცაზე ფიქრის ისიც არ არის საშუალება. სულ დაკავებული ხარ, სულ რაღაცა გიწევს რაღაცის გაკეთება, იქ 1000 კითხვას პასუხს სცემ, მოკლედ ვინც იცის ეს სფერო კი გამიგებს და მიხვდება რაზე მოქვს საუბარი. ხო, ახლა ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, იმედია, სიტყვა იმედი არ მოყავს. მოლოდინი მაქვს, რომ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და მოლოდინი მაქვს, რომ გამოვსწორდები, რეჟიმში ჩავდგები და როგორც აი ყოველ დღე ხო რაღაცას ერთი და იგივეს ხო ვაკეთებ, ხო? აი ესე ჩვევაში ჩავიდე. მოკლედ სურვილი მაქვს ესეთი, იქნებ სანტა კლაუსმა მომიტანოს powerbank-ი, პატარა powerbank-ი, რომელთაც მობილურს უცბად დავტენი ხოლმე რა, რომ უცბად დავტენი რა, შევაერთო რომ არ გაითიშოს. და უფრო ალბათ ხშირად იქნება ვიდეო. ხო და ნახოთ. მე მგონი ეს სანტა კლაუსია თუ თორცობა ისევ მე ვიქნები, ესე ვატყობ. ხო, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი საიდან როგორანაირად, მაგრამ უნდა მოვახერხო, იმიტომ რომ არ მომწონს ეს პასიურობა და ეს ჩამორჩენა. ნუ რას ვიზამ ახლა ჩემი მობილური უკვე ვერ ქაჩავს, უბრალოდ მობილური წინვალია, მიუხედავად იმისა, რომ არის 7 წლის მგონი 6-7 წლის ხო რა, მოკლედ პენსიონერია. მაგრამ ეს თვითონ ისა რა და აკუმულატორი აქვს რა, მოკლედ დასუსტებული რა, ახლა დროთა განმავლობაში ადამიანი ბერდება და ახლა აკუმულატორი რო ცოტა გამოვიდეს წყობიდან რაღაც საოცარია, ხო? და ხალხი რა ამისა ყოველ 1 წელში და 2 წელში ერთხელ ცვლის ტელეფონებს და მე კიდე ამდენი ხანი მაქვს ერთი და მაქვს მეტი არ მაქვს, ხო და ნუ არ მაქვს ვიძახი ნორმალური ხარისხიანი, თორე ისე უბრალო
რაღაცა მივიდიეთ. ხო და ესე, მოკლედ ესეთი ამბები. ხო. კუცხმარო ხშირად, ანუ ეხლა თავისთავად ზამთარია, გარეთ რო გავდივარ ქუდი მახურავს და ეს შუბლის უმეფხანება ხოლმე. დღეს სამსახურში სანტა-კლაუსის ქუდით ვიყავი. ხო და ესე ხო თმები მაქვს შესაღები და საღებავი მიდევს და ვერა და ვერ მივიდა ხელები რომ მეცარება. აი მეგობრებო, გამიგეთ, აი სამსახურიდან მოვდივარ დაღეჭილი დაღლილი და აი მართლა შევჭამ რაღაცა ცოტა დავიშვენებ და მე საჭმლის მერე ხო იცით მოითენთები და აღარაფრის თავი არ აგაგდა. მოკლედ ესეთი ამბებია რა. კარგით აბა დროებით დაგებშდობებით და მოლოდინი მაქვს რომ გამოვსწორდები და როგორღაც უფრო ხშირად პატარ-პატარა ვიდეო მაინც გადავიღო ხოლმე და ცოტა გარეთ მაინც გადავიღო ხოლმე და მე შევაერთო და რაღაცა გამოვიდეს. მოკლედ ესეთი ამბებია ჩვენთან. სოსო, არ მიესალმები დედა? არა, აქ მოდი და ისე. მიკროფონი მიკეთი არის, მართლა ცოტა ხანი მიესალმე ისე და მოდი. შემდეგ ვიდეოზე. მოდი, ერთი წამი რა. შემდეგ ვიდეო. შენ ვაფშეტა მაპატიეთ რუსული. სხვათა შორის წინა ვიდეოში შენ თქვი რა შემდეგ ვიდეოში. ანუ სულ შემდეგი. ამიშენ. კაი ხო. მოკლედ, რას აკეთებ? აი, მართლა ჩემო. რას აკეთებ? ნახე, გათიშა. კაი, ისე მიესალმე. გამარჯობა, ძინდობდი, არა. ეს გაიტანე და ესა გარეცხე. მოკლედ ესეთი ამბები. მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით. ჩემ ყავას ბოლომდე დავლევ და არ ვიცი რა, რას გავაკეთებ. შეიძლება თმებით შევიღებო, რა ვიცი, როგორ განწყობაზე ვიქნები შევხედავ ჩემს. კარგით, აბა დროებით ხვალ დილის სულ მაგრამ მიყვარს დილის სუსხი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარს. ზამთარში დილის სუსხი. კარგით, აბა გავკოცეთ და შემდეგ ვიდეომდე